საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი უცხო ქვეყნის მოქალაქეს სპ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მომხმარებელმა უცხო ქვეყნიდან თანხის საქართველოში გადმორიცხვის მიზნით მიმართა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებულ პროვაიდერს. სპ მომსახურების თითქოს და გაწევის მიზნით გადმოსარიცხი თანხა 72800 евро მომხმარებელს გადააცემინა საზღვარგარეთმყოფ მის ნდობით აღჭურვილ პირზე. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნიდან მიიღო გადაცემული თანხის ექვივალენტი ვირტუალური აქტივი და მომხმარებლისთვის ნაღდი ფულის გადაცემის ნაცვლად უკანონოდ დაეუფლა მას. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართულ სხვა პირთა უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტების გამოსავლენად.